მოგესალმებით პოსტების საინფორმაციო სამსახური მუშაობას იწყებს ახალ ამბებს ნინო სალუქვაძე გაგაცნობთ. TV პირველის მიერ გავრცელებულ ანონს, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობის კადრებს ასახავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. უწყების განმარტებით ვიდეო მასალაში ასახული დანაშაული ახალი არ არის და ის 2022 წლის ზაფხულში მოხდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მასში მონაწილე სამივე პოლიციელი უკვე დაკავებულია. უწყებაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტებს პოლიციელების დაკავების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ტელეკომპანიამ ეს ფაქტი ანონსში შეგნებულად არ ახსენა, რაც უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს. საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამთანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. TV პირველის ეთერში გასულ ანონსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პროკურატურაც. საგამოძიებო უწყების განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია პოლიციელების დაკავების შესახებ, მათ ანონსში ფაქტი მიზანმიმართულად არ ახსენეს. პროკურატურის ცნობით საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს, დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია. გავრცელდა TV პირველის ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგმართეს ნოდარ მელაძის შაბათიდან. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა. პოლიტიკურად მოტივირებული манипуляცია და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაცია ეხმაურებიან TV პირველის მიერ გავრცელებულ ანონს მმართველი გუნდის წევრები. ქართული ოცნების წევრების განცხადებით ტელეკომპანია მაყურებლის შეცდომაში შეყვანა კიდევ ერთხელ სცადა. TV პირველმა ინფორმაცია დაკავებული პოლიციელების შესახებ შეგნებულად დამალა, რათა შეექმნა ილუზია თითქოს სახელმწიფო დანაშაულს მფარველობს. მმართველ პარტიაში ხაზს უსვამენ, რომ წინა რეჟიმისგან განსხვავებით დღეს ქვეყანაში სისტემური დანაშაული არ არსებობს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო ოპოზიციური არხების მიზანი მხოლოდ ძალოვანი უწყებების დისკრედიტაცია. კადრებიდან დასტურდება ის, რომ ეს არ არის ცალკეული დანაშაული, ეს არის სისტემური ხასიათის დანაშაული. ფაქტი ძალიან ცუდია, ხო, რაც ნახეთ, ნამდვილად კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოყვა რეაგირება და სამივე ადამიანი, როგორც ჩვენ ვიხილეთ განცხადებაში, არის პასუხისგებაში მიცემული. აქ არის მეორე სამწუხარო თემა, რომ ეს კონკრეტულმა ტელევიზიამ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით იცოდა, შესაბამის უწყებას მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია და მიზანმიმართულად არ მოხდა ამ ყველაფრის გავრცელება და მიზეზი მე მგონი ყველა ხვდებით. რა არის, აქ ძალიან მარტივად იხსნება ყველაფერი, რომ ნებათაღელვა გამოეწვიათ საზოგადოებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ტელევიზიები манипуლირებენ კონკრეტული საკითხებით. ყოველდღიურად სიცრუე, ტყუილი, შანტაჟი, ცილისწამება, ეს არის მათი ყოველდღიური საფრთხე. დემაგოგიურმა პარტიულმა ტელევიზიამ ძალიან კარგად იცოდა ის ფაქტი, რომ ძალადობაში მხილებული პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ბრალდებულების სახით იყვნენ ეს თანამშრომლები დაკავებულები. რა თქმა უნდა, ადგილი აქვს იმას, რასაც ჩვენ არაერთს ვაკვირდებით, ეს არის TV პირველის მხრიდან ცდილობა დისკრედიტაცია მოახდინოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადად სახელმწიფო უწყებების ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივებით საზოგადოებაში შეიტანოს ფოთი, საზოგადოება მოატყუოს და ამით რაღაც საკუთარ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, საკუთარ პარტიულ ინტერესებს მიცეს გასაქანი. ის, რასაც ცდილობენ რადიკალები თავს მოახვიონ ჩვენ საზოგადოებას, თითქოს სახელზე რაღაც სისტემურობა დანაშაულის, ეს არის მტკნარი სიცრუე, თუ მათ უნდათ ნახონ სისტემური დანაშაულები, ცოტათი ისტორიულად უნდა 2012 წლამდე გადავიდნენ. რადიკალთა და მათი
ფსევდო ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ემსახურებოდა საზოგადოების შესტუმრების შეყვანას. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე მხისი რეაგირება გააკეთა და როგორც მოგეხსენებათ, ისინი უკვე დაკავებულები არიან. ასეთი ინციდენტი, ასეთი გადასტომა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, ამით დაზღვეული არავინ არის. თავარი ის არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ გამართულად და ახდენენ მხისი რეაგირებას და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდეს, ის იქნება ბუნებრივია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირებით, ასე ვთქვათ, დასჯილი. რაც შეეხება ახლა ამათ განცხადებას, ამ რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ 10,000-ობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები. თბილისში 13 ივნის მომხდარი ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. დღეს თბილისის მერმა დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა 13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამგეს. მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა. კახა კალაძემ და საკრებულოს წევრებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილთა სულებს და კიდევ ერთხელ მიუსამძინეს მათ ოჯახებსა და ახლობლებს. 2015 წლის 13 ივნის დედაქალაქში ძლიერმა ნალექმა მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. 2015 წლის 13 ივნისი დღე, რომელიც ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის, გვახსოვს თუ რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, რამაც მოიტანა ადამიანების გარდაცვალება, დავკარგეთ ათეულობით ადამიანი, რამდენიმე მგზავრულად დაკარგული, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, განადგურებული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, თუმცა ამავე დროს იყო ერთობის, გაერთიანების, ერთადგომის სიმბოლო, სადაც ჩვენ ნახეთ ახალგაზრდები, დიდები, პატარები, ყველა რეგიონიდან, ყველა ქალაქიდან ჩამოსულები შესაბამის სამსახურებს შიშველი ხელებით როგორ ეხმარებოდნენ და გვერდით ედგნენ ჩვენს დედაქალაქს. მე კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახებს. წარუშლელი თარიღია თითოეული ჩვენთაგანისთვის დედაქალაქში ეს ტრაგედია, რომელიც დატრიალდა წყალდიდობის შედეგად და დაიღუპა უამრავი ადამიანი, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ გამოვხატავთ, პატივი მივაგეთ, ვილოცეთ მათი სულების მოსახსენებლად და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დღემ, რა თქმა უნდა, როდესაც ტრაგედია მოხდა, ძალიან მძიმე იყო, ყველა სამოდროულად არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ დედაქალაქი და თელე საქართველო გაერთიანდა ამ ტრაგედიის გარშემო და ყველანი ვიყავით ერთიანები. მე მინდა ყველას მადლობა გადავხადო, რომ გახსოვთ ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები და იზიარებ ჩვენს მწუხარებას. დიდი მადლობა ყველას, ქალაქის ხელისუფლებას, თქვენ და ყველას, ვის დღეს მოვიდა და გაიხსენა ეს ადამიანი. საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს კიდევ ერთი ოპერატორი შეემატა. კატარის ავიაკომპანია Qatar Airways-მა თბილისში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა. ფრენები დოჰა, ერევანი, თბილისი, დოჰას მარშრუტზე კვირაში ერთხელ Boeing 777 ტიპის ხომალდით განხორციელდება. ახალი ოპერატორის შემოსვლა ბაზრის რეკორდულ ზრდას უკავშირდება. გასულ წელს საქართველოში საჰაერო გზით 37,000 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 2025 წელი იყო რეკორდული, რადგანაც 40,000 ტონა ტვირთი გადაიზიდა საჰაერო გზით. ამ ტენდენციას აგრძელებს 2026 წელიც და მნიშვნელოვანია, რომ სულ ახალი და ახალი ავიაკომპანიები ინტერესდებიან აღნიშნულ საჰაერო ხაზზე. და უნდა აღინიშნოს, რომ კატარის სახელმწიფო კომპანია, კატარის ავიახაზები შემოვიდა ქართულ ბაზარზე, დაიწყო რეგულარული ფრენები ამ მიმართულებით და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელიც იქნება ძალიან წარმატებული. საავიაციო სატვირთო გადაზიდვები რეკორდულ ზრდას აჩვენებს. 2025 წელს ქვეყანამ რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. საქართველოს აეროპორტები მოემსახურեն 38,500 ტონა ტვირთს, რაც 50%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით და 101%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2026 წლის პირველ 5 თვეში დამუშავებული იქნა 17,000 ტონაზე მეტი ტვირთი, რაც 28%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კარგო გადაზიდვები, სატვირთო გადაზიდვები თბილისის აეროპორტში ყოველწლიურად მზარდია. შესაბამისად, აეროპორტის არვითარებს ინფრასტრუქტურას და იზრდება, რათა ხელი შეუწყოთ სატვირთო გადაზიდვებს. მნიშვნელოვანი არის სატვირთო გადაზიდვები ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ქვეყანა ჩამოყალიბდეს რეგიონში როგორც ლოჯისტიკურ ჰაბად.
სტარინგ ჯორჯიას ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მოვლენა თბილისი მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. დინამო არენაზე მსოფლიო მეგა ვარსკვლავი კანიე ვესტის გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. 70,000-იანი აუდიტორიის წინაშე არტისტი დაუვიწყარი ლაივ პერფორმანსით წარსდგა. მსოფლიო ვარსკვლავმა ძველი, კარგად ნაცნობი და ახალი ჰიტები შეასრულა. კონცერტს დინამო არენაზე უპრეცედენტო მასშტაბის მსმენელი დაესწრო. ეს შოუ წარმოუდგენელი იყო, ემოციების პიკი, მუსიკა ყველა ადამიანურ ემოციას შეეხო, ბედნიერებასაც და სევდასაც. კონცერტზე ხან სიხარულით ვხტოდი, ხან კი ვტიროდი. მისი ენერგია საქართველოში საოცარი იყო. ეს ამ ტურნეზე ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანაში ჩამოვედი. აქაური სამზარეულოც ძალიან შემიყვარდა. საოცარი კონცერტი იყო, მომეწონა ორგანიზებაც და შოუც. კანიე ვესტის ყველა სიმღერა ზეპირად არ ვიცოდი, თუმცა ისეთი საოცარი ენერგეტიკა მოდიოდა, რომ ამას ყველა ვგრძნობდით. შეუდარებელი შოუ იყო, მადლობა დიდი. ეს იყო შესანიშნავი. ჩემს ცხოვრებაში ასეთ კონცერტზე არ ყოფილვარ. კანიე ვესტი შეუდარებელია. შოუც გასაოცარი იყო. ყველას ძალიან მოგვეწონა. განათლების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატური სამსახურის ერთობლივი კამპანიის მომავალში ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კამპანიის ფარგლებში გამართულ ესეების, კომიქსების, ლოგოს შექმნის, ასევე სპორტული აქტივობებისა და სხვადასხვა კონკურსებში სულ 56 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. კონკურსში 160 საჯარო და 2 კერძო სკოლის 7500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კამპანიას საფუძველი 2025 წელს ჩაეყარა და მისი მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სახალისება. ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი მე მომავალში, რომელიც ემსახურება ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციას სკოლებში. მონაწილეობა მიიღო 160-ზე მეტმა სკოლამ და 7000-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. ჩვენთვის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ხარისხიან სწავლასწავლება და განათლებასთან ერთად ჩვენი შვილების ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და უსაფრთხო სკოლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. ჩვენი მასწავლებლების ოფიცრები ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებოდნენ ბავშვებს სკოლებში და აწვდიდნენ იმ საჭირო ინფორმაციას, რაც აუცილებელია თითოეული ახალგაზრდისთვის იმისათვის, რომ ისინი ცხოვრობდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით. ფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მომავალში. სპორტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს როგორც პრევენციის ნაწილი. იმიტომ რომ ადამიანის ფიზიკური აღზრდის ჩამოყალიბებაში სპორტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და ის ბავშვები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროექტში და ღონისძიებაში, ვფიქრობ ძალიან კარგი სარგებელი მიიღეს, ჩაერთვნენ ფიზიკურ აქტივობებში და მომავალშიც ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას ასეთი პროექტების. მე დავწერე თემა სათაურით, როგორ ვაკეთებ სწორ არჩევანს, როდესაც ჩემს მეგობრებს განსხვავებული აზრი აქვთ. ამ თემაში კარგად ჩანს, რატომ არ უნდა მოвихმაროთ ენერგეტიკული სასმელები. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელიც პროექტის ქართა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში ფარგლებში მოეწყო, სადაც საბჭოს წევრებმა დეტალურად განიხილეს ასოციაციის მიერ ქალისა და კაცის თანასწორობის მიმართულებით გაწეული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები, აგრეთვე ასოციაციის საქმიანობის სამომავლო პერსპექტივები, მოლოდინები და სტრატეგიული პრიორიტეტები. დღესვე სხდომის წევრებმა ასოციაციის 2026 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. იყო განხილული მიმდინარე საკითხები, რომელიც ეხება თვითმმართველობების გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობები არის ყველაზე ახლო მდგომი ხელისუფლება ხალხთან და საზოგადოებასთან. განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას იმ ინიციატივის დაობაზე, რომელიც შეეხება სამომავლოდ საკრებულოებისთვის განსაკუთრებული პლატფორმის შექმნას. მერებს გავაცანით ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტია. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის ადვოკატირებასაც ახდენს ათეა.
მშრალდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი მიზნად ისახავს სტუდენტების სტაჟირებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს მშრალდებულთა რეაბილიტაციას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ღონისძიების ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სამინისტრო საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მშრალდებულთა პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა სოციალიზაცია რეაბილიტაციისთვის მიმდინარე საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებზეც ისაუბრა. ეს მემორანდუმი ითვალისწინებს მშრალდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციაში ქუთაისის უნივერსიტეტის ჩართულობას და ასევე ჩვენი მხრიდან მათი სტუდენტებისთვის სტაჟირების შეთავაზებას. თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ორი ძირითადი მიმართულებით, როგორც არის სტუდენტების სტაჟირებები პეტენციურ დაწესებულებაში და ასევე თავად უნივერსიტეტის ჩართულობას საგანმანათლებლო, აკადემიური და კვლევით მიმართულებით. ბევრი ისეთი დეტალის შესახებ გავიგეთ, რაც აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო, ან შეიძლება ნაცნობი იყო, მაგრამ უფრო სიღრმისეულად გავიგეთ ამ ყველაფრის შესახებ. საინტერესო იყო კონკრეტულად ის, თუ როგორ გადის მშრალდებული რესოციალიზაციას. თემატური ახალგაზრდული ბანაკი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ყვარელში მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის მინისტრი და იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი შეხვდნენ. შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის მექანიზმებზე, ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების როლისა და ახალგაზრდულ პოლიტიკაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო სახელმწიფო სერვისებს, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდებს სთავაზობენ. 2026 წელს პროექტი 12 ნაკადად ჩატარდება და 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. შევხვდით დევნილ ახალგაზრდებს, სადაც ვისაუბრეთ სხვადასხვა მათთვის საინტერესო თემატიკაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მათი დაინტერესებას, ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, აფხაზეთის მთავრობისთვის და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ახალგაზრდობის სააგენტოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი შეხვედრები, მსგავსი დისკუსიები, რა თქმა უნდა, არის მიმართული ჩვენი დევნილი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ. ბანაკის მიზანია დიალოგის პლატფორმის შექმნა, ახალგაზრდებში მათთვის ძალიან საჭირო კომპეტენციების განვითარება და მათი უნარჩვევების გაძლიერება. ახალგაზრდებს ბანაკში აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ მრავალფეროვან სპორტულ და კულტურულ აქტივობებში და რაც მთავარია, მიიღონ ინფორმაცია მათთვის ძალიან საინტერესო თემატურ მიმართულებებზე. ვესტუმნენ ასევე მინისტრები და მთავრობის წარმომადგენლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და აგრეთვე ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები. ძალიან საინტერესო შეკითხვები დაისვა, ძალიან საინტერესო ინიციატივები გაჟღერდა და ესეთი ბანაკები აუცილებელი არის და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა გავიცნოთ ერთმანეთი. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში ფონჯალის ნომერ 218 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც 500 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე ენერგოეფექტური და ადაპტირებული სასწავლო სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი მოიცავს ინფრასტრუქტურის განახლებას, ლაბორატორიების, ხელოვნების სტუდიებისა და კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას. მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას და თანამედროვე უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნას. სკოლა დიდია, 500 ბავშვზე არის გათვლილი, საკმაოდ რთული პროცესი არის დაწყებული. ადგილზე ვართ იმისთვის, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ. რეაბილიტაციის ფარგლებში შესულად კეთილმოეწყობა სასწავლო სივრცეების, საკლასო ოთახები, კეთილმოეწყობა ეზო, სხვადასხვა საინჟინრო და ინფრასტრუქტურული ობიექტები. ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ორგანიზებით არაფორმალური განათლების მხარდაჭერის მიზნით მორიგი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ტრენინგ კურსში სახელწოდებით მეტყველების კულტურა, საჯარო გამოსვლის ხელოვნება, ადგილობრივი საჯარო სკოლების 40-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. 3 დღის განმავლობაში მოზარდები ინტენსიურ სასწავლო პროცესში იყვნენ ჩართული. მათ შესაძლებლობა მიეცათ გაეღრმავებინათ ცოდნა და განავითარებინათ პრაქტიკული უნარები ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებებით. პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდების ინტელექტუალური განვითარების მხარდაჭერა და მათი საჯარო გამოსვლის უნარების გაძლიერება. ნაწილეობას ღებულობდა 39 ახალგაზრდა. პროექტმა გამოიღო ძალიან დადებითი შთაბეჭდილებები, ემოციები
და მინდა მიულოცო ყველა მონაწილეს ის სერტიფიკატები, რომლებიც მათ იღეს, წარმატებები უსურვო მომავალში და დაუპირდე, რომ ხულოს მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს მათი განვითარება და გაძლიერებისათვის. ჩვენ გქონდა ტრენინგები ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციაზე, სადაც ვისწავლეთ სხვადასხვა ჟესტები, რა დროს რა უნდა გამოვიყენოთ, რა უნდა გავაკეთოთ, კრიტიკულ სიტუაციებში როგორ უნდა მოვიქცეთ და გქონდა რამდენიმე кейსის ამოხსნას. პროექტის ფარგლებში ჩაგვიყარდა საინტერესო ტრენინგები და ვორქშოპები, ვისწავლეთ აუდიტორიის შიშის დაძლევა, ასევე ამოვხსენეთ რამდენიმე кейსები. ასევე რაც ყველაზე მეტად მომეწონა ეს იყო, რომ დავძლიათ ყოველგვარი კომპლექსი, არ იყვნენ პასიური ახალგაზრდები და ინტერაქციული რეჟიმით მიმდინარეობდა ჩვენი ეს ტრენინგი. პირდაპირ ეთერში ახალი ამბებით 16 საათზე დაბრუნდება დროებით.